საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გუშინ არ მქონია YouTube-ის ლაივი. სამაგეროდ ვრცელი ტრანსლაცია მქონდა უბრალოდ Facebook ლაივი, ვრცელი ტრანსლაცია მქონდა YouTube არხზე. რომელიც დაახლოებით 2 საათიანი იყო და ვისაც გაინტერესებთ ეხებოდა რუსეთ-უკრაინის ომს და ვისაც გაინტერესებთ ამ ტრანსლაციის სრული ჩანაწერი არის ლინკზე მითითებული, რომელიც ამ ვიდეო ლაივის ქვემოთ იქნება და შეგიძლიათ გადაბრძანდეთ და იხილოთ ვრცლად ეს ტრანსლაცია რაც შეეხება ომის როგორც პოლიტიკურ კონტექსტს, ასევე თვითონ სამხედრო შემადგენელს, გაანალიზებას, თავს ბოლოს ასე რომ ვთქვათ და ვრცელი 2 საათიანი გამოვიდა დაახლოებით, ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, აქ არის მიმაგრებული ლინკი. ამ ეთერის, ამ ვიდეო ლაივის მიმდინარეობის მანძილზე, რომელიც გამოჩნდება კომენტარებში. ეხლა დღეს მინდოდა ვრცლად მესაუბრა ერთ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ვრცელი საინტერესო საკითხიც ეხება კონციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ახალ ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უკვე არავისთვის ახალი არ არის, რომ მთელი ეს კოცურის ბროდი ცდილობს მაქსიმალურად წარმოაჩინოს ყველა ის ადამიანი, რომელი ადამიანის წინააღმდეგი არის ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციის საქართველოში, რომ არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების თანამშრომელი, რომ ის არის ან ნაციონალური მოძრაობის წევრი, ან მის რა ქვია ლელოს წევრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ დეტალურად მაქვს ახსნილი ეს საკითხიც და ამას შემდეგ ჩანაწერში გამოვაქვეყნებ თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის დამუშავება, მაგრამ გადავწყვიტე უბრალოდ ადამიანურად გავსაუბრებოდი ყოველგვარი, ესე რომ ვთქვათ, ოფიციალური საუბრის და მის გარეშე გავსაუბრებოდი ჩემს აუდიტორიას და უბრალოდ მესაუბრა სულ სხვა საკითხზე, რომელიც საკითხით შეეხება აი ამ 2 დღის წინ ეგრეთ წოდებული უცნობის ეთერში გაჟღერებულ ვიღაც ებრაელის, არ ვიცი ახლა ალბათ ებრაელებს ახლა ეწყინებათ, დაიწყებენ ჩვენ რა შვაში ვართო და არ ვიცი მე რა შვაში ვარ, თუ კი ეს ებრაელი არის და ასე იქცევა აკეთებულ განცხადებას, რომელიც მე პოსტად მქონდა დადებული ჩემს გვერდზე. ეს არსება ვიღაცა გიორგი იაკობაშვილი, არ ვიცი, ამ იაკობაშვილებმა ხო გადაჭამეთ საერთოდ ეს ქვეყანა და გაგიმარჯოს. არ ამიშავს პატარა როგორ ავარ ესე, როგორც ხედავ ძმაო. როგორ უნდა იყო? აჰა. ეგაა ძმაო, ეგ კონციონალური მოძრაობა, რომელმაც დააქცია ქვეყანა და გაანადგურა და გააფარჩაკა და აქ ვიყავი და არ მაყენებდნენ ქვეყანაში და აქ ვარ და აქედან უყურებ ჩემი ქვეყნის გადაგვარებას და ჩამოხვალ და ვარის დაგმართავოდა რა არის იმედი უნდა გქონდეს ახლა სამშობლო რო არ გიყვარდეს მართლა უნდა დაიკიდო ფეხებზე ქვეყანა და უნდა ადგე და უნდა გადასახლდე მართლა სხვაგან და საერთოდ არ უნდა გამოიხედო მაკეთკენ, იმიტომ რომ აი მე შენ ახლა ხო მთელ კოც ელიტას იცნობ და ძალიან კარგად იცნობ მთელ კოც ელიტას, ხო? პატახარ აბულაძე ხო როგორც წერს ახლა პატა ხო კარგად იცნობ ამ კოც ელიტას, ხო გეუბნებოდი მეც თავის დროზე რომ ესენი რა ნაგავი და რა წყალწაღებული ხალხია და დარწმუნებული ვარ შენს კარგად იცოდი ეს ყველაფერი. ჯო ამიხსენი, ახლა ქართველი კაცი ხო ხარ? ამიხსენი? აი ამას ეს ქართულ ენაზე მოლაპარაკე ებრაელი ყოფილა ვიღაცა სირი, რომელიც უცნობის ეთერში იყო გამოსული და
გამოუცხადა იმას რა ქვია მთელ ემიგრაციას რომელიც რა მილიონ ნახევარზე მეტი არის უკვე გადახვეწილი წეული მთავრობების დამსახურებით და ესეთი პრეტენზია გამოთქვა რომ ესე იგი ქართველებიო რა ემიგრაციაში ყრიანო არიანო გადაყრილებიო იქ უნდა იყონო გადასახადებიო ეხლა ეს რო ქართველი არაა ზედვე ეთყობა ამაზე იმიტომ რომ ეს როგორ შეიძლება ეხლა ქართული სისხლის ადამიანმა ეს თქვას იქ უნდა ეყარონო გადახვეწილებიო იხადონო იმ ქვეყნის გადასახადებიო სადაც არიანო წვლილი უნდა შეიტანონ და მერე რომ მოკვდებიანო საქართველოს ბიუჯეტის ფული თუ აქ უნდა ჩამოასვენო მე ვეკითხები ახლა აი ნებისმიერ პატა შენ გეკითხები მე ვიცი შენი პოზიცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით ამ მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ მე გეკითხები ვინ არის ეს დედამოტყნული ვინ არის ეს დედამოტყნული ჩამოთესლილი თავის დროზე ქართულ გვარს ქართულ ებრაული გვარით შენიღბული ამის დედა შევეცი ამისას ზედ გიაგაჩეჩილაძის და ზედ ხო გამიბრაზდით ყველა ხო გამიბრაზდით რა ვიცი მე ეს მდინარაძის სუსის კანტორამ დაწერა ქოცებზე გინება თურმე ამომრჩეველზე გინება ყოფილა რომელიც მე ამომრჩეველს არ შევხები ვარ და კიდე ერთხელ ვამბობ იქიდან გამომდინარე რომ საქართველოში არჩევანს ხალხი აკეთებს შიშით შანტაჟით ტერორით და ეს არ ნიშნავს ეს ქოცობას ესაა დაშინებული ხალხი მაგრამ ვინც ქოცები ხართ ხო აი ვინც ქოცები ხართ თქვენი დედას შევეცი მე ყველასას გაიგე თქვენ მოგიტყანთ მკვდარი და ცოცხალი ის არ გეყოფოდათ რომ ჯერ შეაზიზღეთ ხალხი ერთმანეთს გადაკიდეთ ყველანაირი ნიშნით პარტიული ნიშნით აქაური ნიშნით იქაური ნიშნით ეხლა ემიგრაციაში გადახვეწილი ხალხი რომელ გადახვეწილ ხალხსაც წამზომი ჩაურთეთ და დასამარხად საქართველოში ჩამოსვენებას ამატლით ვინაა ბიჭო ამის დედა შევეცი ეს წადი შენ დედა შევეცი წადი იმ შენ ისრაელში წაეთრიე შე დედა მოტყნულო და წაიყვანე შენი დამპალი მოდგმა და დაეგდე შენ დედას შევეცი იმ ისრაელში და ისრაელიზე მიწაზე იფიქრე და იდარდე უნდა გაყიდო თუ არ გაყიდო ვინ გეკითხება შენ ვინ გეკითხება ბიჭო შენ ვინ სიკვდილი ხარ საერთოდ საიდან მოეთრიე და ამდენი მართლა სიკვდილის პირას გადახვეწილ ამდენ ადამიანს ნუ გასაგებია ეხლა ჩემთვის არჩევნები არაფერს არ ნიშნავს ესაა ბლეფი ესაა ფარსი და მირჩევნია საერთოდ არ ტარდებოდეს იმიტომ რომ გასაგები იქნება თავიდან ბოლომდე ყალბია ხო არჩევნებს რა აზრი აქვს მაგრამ ამათმა იმისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი რომ ემიგრაციაში განსხვავებულად ხდება დაფიქსირება აზრების და იმაში რა ქვია ქვეყანაში შიგნით სხვანაირად ხდება აბა როგორ იქნება ეხლა ჯერ ერთი ელემენტარულად ობიექტურად ვიმსჯელოთ თქვენ ბიჭო ხალხს რომელსაც გაჭირვების გამო შიმშილის ბანკის ვალის გამო უწამლობის გამო მკურნალობის გამო გადახვეწეთ თქვენი ქვეყნიდან ჩვენი სამშობლოდან გადახვეწეთ და სული აქვს გამძვრალი ემიგრაციაში ჯერ თავი დაიმკვიდრონ და იმასგან მე ვარ ემიგრაციაში აგერ ამდენი ხანია მე-4 წელია გამზრდელი დეიდა გარდამეცვალა გამზრდელი ბებია გარდამეცვალა და იმ უსამართლობის გამო რომელი უსამართლობას ტრიალებს ვერ ჩამოვდივარ საქართველოში და ვერ ვესწრებ აგერ მეგობარი დამეღუპა აგერ 2 კვირის წინ და ვერ ვახერხებ ჩამოსვლას სულით გულით მინდა ჩემთვის ვზივარ და ხან ცრემლი მომდის ხან სანთელს ვანთებ და ჩემში ვიკლავ ამ ყველაფერს და ვერ ვახერხებ რომ ჩამოვიდე 100 არის ქართული ემიგრაციის 80% ზოგს საბუთი არ აქვს ზოგს რამე არ აქვს რომ ჩამოვიდეს საქართველოში და ჭირზე ჩამოვიდეს ქართველი კაცი თავის სამშობლოში ამის საშუალება აქვს წართმეული თქვენი არჩევნების გულისთვის თქვენი დედა შევეცი თქვენი აყაროლებული არჩევნების გულისთვის ქართველი ადამიანი ჯერ რატო უნდა ჩამოდიოდეს რას აკეთებს ეს თქვენი საელჩოები აქ ეს აყაროლებული საელჩოები რომელშიც თქვენი კადრებია თავიდან ბოლომდე აბა ახლა ოპოზიცია არ აკომპლექტებს საელჩოებს ხო თქვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ესენია რა ქვია კადრებია საელჩოების დაქვემდებარებაში ამხელა ფულს უხდით ამ ტერიტორიას ქვია საქართველოს ტერიტორია მანამდე სარგებლობაში სანამ არის და რა პრობლემა არის ადამიანურად რო ვთქვათ რომ თუ ვინმეს უნდა ჯერა ფარსია ფორმალობა ეგ არჩევნების ყველანაირი ისა რა ქვია ჩატარება საქართველოში და არჩევნები ტარდება მაგრამ ყავის ზმაში და
ჩათალახობისმეც არაფერს არ აკეთებენ თქვენი საელჩოს თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა და ხმა ეს ბიულეტენი ვერ დაუთვლიათ ხო მე ამას ახლა თქვენ მე მოგმართავთ ემიგრანტებს და მე მოგმართავთ იმ ხალხს რომელიც გადმოხვეწილი ხართ სამშობლოდან გადმოხვეწილი ხართ სამშობლოდან იმიტომ რომ თქვენი ოჯახის წევრები და თქვენი თავი გადაირჩინოთ ბიჭო გამარჯვებიეთ ერთს ვიტყვი რა არანაირი სტატუსი ადამიანისთვის არა მისი პიროვნების გამსაზღვრელი ეზი ქვეყნის შიგნით იქნება თუ ქვეყნის გარეთ იქნება ჩათლახი რა არის ჩათლახიცაა საქართველოში ის ჩათლახია ემიგრაციაში და კაცი რა კაციცაა საქართველოში ის არის ევროპაშიც ამერიკაშიც აფრიკაშიც და რუსეთშიც და მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და იმ ქართველს გაუმარჯოს რომელიც საქართველოშიც ქართველია ევროპაშიც ქართველია ამერიკაშიც ქართველია აფრიკაშიც რუსეთშიც და ანტარქტიდაზეც არაფერ შუაში არა აქ ეს მაგრამ ბიჭო ეს თუ ფაშიზმი არ არის ეს თუ ფაშიზმი არ არის ვინც ემიგრაციაში არის ნამყოფი და უცხოურია ხო არ არსებობს რომ იმან არ იფიქროს მე რო აქ რამე მომივიდეს რომ ჩემ მიწაზე მაინც დავიმარხო ეს ვინა ბიჭო ეს ჩამოთესლილი ვიღაცა რომელ დროს ჩამოთესლილი ებრაელი აქ ზის ჭკუას გვასწავლის რომ მიწა უნდა გაიყიდოს არაბებზე და მეორე ამის დედაშევეცი ამისას მე იმას გვეუბნება რომ ქართველის ფულით თუ ახლა ებრაელის ფულით იქნება დამარხული საელჩოდან ისრაელის ფულით იქნება დამარხული იმაშვება რა ქვია თავისიანს თუ ჩამოასვენებს იმას ამადლის აი ესაა ბიჭო ქოცების სახე აი ესაა თქვენი ლიდერი ესაა თქვენი ტოპტვინები ესაა თქვენი მოაზროვნე ადამიანები და რა მინდა გითხრათ იცით აი ყველა ქოცის დედაშევეცი რა აი კიდე ერთხელ ვიტყვი ყველა ქოცის დედა იმიტომ რომ ფაშისტები ხართ ბიჭო ფაშისტები ხართ ბიჭო არ გჭირდება თქვენ ქართველი არა თქვენთვის გაგება მცნება ქართველი ერი ესეთი რაღაცა თქვენში არ არსებობს ესეთი რაღაცა თქვენში არსებობს შენ ერს როგორ უნდა შეხედო და ელექტორატად ნაცად და ქოცად როგორ უნდა დაყო ერი როგორ უნდა დაყო რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება რომელი მთავრობა იქნება რომელი რეჟიმი იქნება სახელი გვარი რომელი ერქმოდა ესენი რეჟიმები ერთი და იგივეა მოყოლებული ფაშისტური რეჟიმებია ზვიად გამსახურდია სტამხობის მერეს უყველთ ერი როგორ უნდა დაყო ელექტორატად და მოქალაქედ რა უბედურებაა ბიჭო ეს წადი ძმაო იმ ისრაელში და წაეთესელეც უყველა იმ ისრაელში რა ამდენი ნაბოზვარი ქართველი ებრაელი რა უბედურებაა ბიჭო ვინ სიკვდილები ხართ ბიჭო წადი იმ შენი მიწის გაყიდვაზე იფიქრე ჯერ უცნობო შენი დედა შევეცი მე შენი და შენი ძმაც ნაბოზორები იყავით ორივე ხალხის პროტესტი გაყიდეთ ჯიბეში ჩაიდევით სააკაშვილთან გარიგდით რა ვისა და გაგვ ტრაკი ბიჭო მიცემული კაცი შვილმა არ იცის და გამოდით ახლა აქეთ და გადახვეწილ გაჭირვებულ ხალხს კიდე იმას ეუბნებით რომ ისა რა ქვია იმას ამადლით რომ ჩამოვიდნენ მაგას ცალკე ამოვიღებ ერთი ამ დედამოწყუნს რაც აქ იმიტომ რომ გაგაძღოთ ივანიშვილი და ფეხებზე კიდია ძმაო ხალხი დაცინით სულში აფურთხებთ და იმას ამადლით რომ მისი გადახდილი გადასახადებიდან მისი ოჯახის წევრების გადახდილი გადასახადებიდან თურმე გადმოსვენება რომ მოხერხდება აი ამის დედას შევეცი მე რამდენჯერ არც ვიცოდი ამის არსებობა გადავხედე გადმოვხადე ამოვარდა რაღაცა ვიდეოები თურმე ქოცებში დიდი გაჩითული ყოფილა თურმე ჭკუას ეკითხებიან თურმე აზრს ეკითხებიან ყველა ბოზიშვილს და დედამოწყუნს ეკითხებიან იმიტომ რომ ივანაშვილის დედაძაღლის ჩამოყალიბებულ რეჟიმში ქართული ანტიქართული პოლიტიკა მიდის და იაკობაშვილების და კეზერაშვილების და ამ რჯულის და რავი რჯულის ადამიანების პარადი ბოზების პარადი როა რატომ უნდა ლაპარაკი ქართველი კაცი ასე ბიჭო როგორ უნდა ელაპარაკო შენ ხალხს ამას ეხლა უსმენს ხალხი რომლებიც გადახვეწილები არიან 20 წელიწადია 10 წელიწადია იმისთვის რომ საკუთარ ოჯახებს რაღაცა ორი კაპიკი გამოუგზავნონ დღე და ღამეს სამშობლო ენატრებად და ეს გამძღარი დედამოწყნული შტერი იქ წამოპლაკული და მე ამას დაიწყებენ რომ თურმე ესენი არიან ისე რა ქვია ეროვნული ადამიანები აი ეხლა შენ ძალიან დიდი ეკონომიკური და ის რო გაქვს რა ქვია ურია ხარ ახლა თლაკ აი გეწოდინება და აი ეხლა რაღაცა მინდა გითხრა შენ დედა შევეცი ხალხს გადმოსვენებას რო ამადლი და აი იმ დედამოწყუნს იმას თქვენსას რა იცი რო გიზის რა ის ბოზიშვილის
გაგლეჯილ კაიფში რო აგდია მაგ ნახევარჯერ მაგ დედა მოწყნული მაგათ კაიფს და წამას რო გადაყვა ქვეყანა პირველ რიგში შეხედეთ ამას ეს არის Forbes-დან ამოღებული ოფიციალური სტატისტიკა მსოფლიო ბანკის მიერ შეფასებული საქართველოს მდგომარეობა საქართველო არის ქვეყანა რომელი ქვეყანაც მე-12 ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში ფულადი გზავნილებით ანუ ეს რას ნიშნავს ამ ქვეყნიდან არის კატასტროფული მიგრაცია ხალხი გარბის იმდენად ჯოჯოხეთია ქვეყანაში შექმნილი რომ სადღაც სხვა ქვეყანაში იწვალოს იმუშაოს და მის ოჯახში გააგზავნოს ანუ 1-11 ქვეყანა გვისწრებს წინ რა ზოგიერთ შეიძლება სხვა მიზეზით იყოს წინ კაცო პატარა მოსახლეობა იყოს და პირიქით მდიდარი იყოს და მეც აგზავნიდეს მაგრამ ეს ძალიან იშვიათი გამონაკლისია შეიძლება ესეთები იყოს ლუქსემბურგი და მსგავსი რაღაცეები მაგრამ ძირითადი კრიტერიუმი როდესაც ქვეყანა მე-12 ადგილზე იმყოფება ფულადი გზავნილებით მსოფლიო რეიტინგში აჩვენებს იმას რომ აქ ქვეყანას კატასტროფული მიგრაცია და აქ გამოქცეული ხალხი დღე-დაღამე შრომობს და წვალობს იმისთვის რომ ოჯახი შეინახოს ეს ისე შენ იაკობაშვილო შენ დედას შევეცი შენსას რო იცოდე რა ისე ხო ეკონომისტი ხარ და ეკონომიკა გესმის და დოქტორი ვარო თუ რაღაცა ვარო ხო და ეს რამხელა თანხაა იცით აი აგერ გეტყვით ახლა ვიგეტყვით აგერ რა აი ემიგრაციიდან განხორციელებული გზავნილები აი წლების მანძილზე აგერ რა ბატონო შორს რო არ წავიდე და იქეთ რო არ დამაბრალოთ იმ რა ქვია გადახვეწაში და გადმოხვეწაში აგერ რა 2024 წელი ეს მსოფლიო ბანკის ეროვნული ბანკის ისე რო იცოდეთ ცოტა მეტი არის 4 მილიარდამდე 4 მილიარდი 2023 წელი 3 მილიარდ 800 მილიონი 2 მილიარდ 454 მილიონი ჩამოყევით ახლა ამას აგერ მილიარდ ნახევარი ეს 2015 2016 2017 აი ამ ხელა ფულს მარტო 2003 და 2004 წლებში 2003-2004 წლებში 8 მილიარდი იქნა საქართველოში გამოგზავნილი ემიგრაციიდან 8 მილიარდი ეს 8 მილიარდი უფრო მეტი არაა ვიდრე არაბის 6 მილიარდი ინვესტიცია სიტყვაზე გეკითხებით რა აშენდა ჯერ ერთი ქვეყანა მერე და მეორე ამ გამოგზავნილი აი აქ მიამატეთ თუ გინდა დათვალეთ ელემენტარულად რა ბოლო 4 წელიწადში 15 მილიარდამდე ფული არის შემოსული საქართველოში და ამ ხალხს რომელმაც თავისი სიცოცხლის ფასად და რამდენ სტრესს გადის აქ ადამიანი ჩამოსული უსაბუთოდ შავ სამუშაოზე უსახკაროდ ყველადან ყველაფრიდან დამარხვას ამადლით ბიჭო დამარხვას ამადლით და აი ეს გადმოგზავნილი ფული ხო საქართველოში მიდის ოჯახის წევრებთან და ამ გადახდილი გადასახადებიდან ხო იღებთ თქვენ ხელფასებს ხელისუფლებას გეუბნებით თქვენი დედა შევეცი ხო ამითი ფინანსდება თქვენი პოლიციაც ხო ამითი ფინანსდება ჯარიც ხო ამითი ფინანსდება რომელი სფერო გინდათ მინისტრები სამსახურები ყველაფერი და დღეებს უთვლით ბიჭო ემიგრანტებს კიდე ნუ კაი ხმის უფლებას ართმევთ კაცო ტრაქში გაიკეთეთ თქვენი არჩევნები და თქვენი ხმა საერთოდ არ მაინტერესებს საერთოდ ფეხებზე მკიდია არჩევნები აი იმიტომ რომ ვიცი რომ არასწორია იქ რომ ნორმალური არჩევნები იყოს სხვა ამბავია მაგრამ რო აიღო ელემენტარულად ხო ადამიანურად რო აიღო და შეაფასო ეგ ყველაფერი ხო ვინ მოგცათ ბიჭო თქვენ იმის უფლება ადამიანის სადაა და როგორაა და მაშინ გააუქმეთ საელჩოები აქ გააუქმეთ რაც წარმოადგენს თქვენი საელჩოები ან რა ხარჯი გაგდით პოსტით გამოაგზავნით ბიულეტინებს და თქვენი ყავაწრუპია ისინი ბუზებით რო გაქვთ სავსე საელჩოები დაждდებიან და შეავსებენ ხო არ უთქვია ჩემო ძმაო აი ბუდიში და ესე ყლეობა თქო არაფერი ყლეობა არ უთქვია არ არის ძმაო ეს კაცი ქართველი ეს არის ებრაელი ამას ფეხებზე კიდია ქართული მიწა ამას ფეხებზე კიდია ქართველი ფეხებზე კიდია ქართული მიწას არ დააკვირდით ამას დააკვირდით მე კიდე რაღაცას ვამზადებ და კარგად დაიმახსოვრეთ ეს ნაბოზვარი და აი ასეთი ნაბოზვარი ებრაელების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში ამას ქართული მიწას ფეხებზე კიდია და ქართველი სიცოცხლის ფეხებზე კიდია
რო იცოდეთ ისე რა წადი ბიძია და ისრაელის მიწა გაყიდე და წადი ებრაელებს დაუთვალე შენი სიცოცხლე ბიჭო ეს არის ფაშიზმი ესენი არიან ფაშისტები ესენი არიან ფაშისტები აი ეს ებრაელი არის ფაშისტი ქართული სახელით და გვარით ნუ შეფარული ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი არის ფაშისტი არ არის ერთის ქართველი გამოდით ახლა და მითხარით რომ ეს ასე არა მე რამდენი დედამოწყნული ურია უნდა გაჩვენოთ ახლა მე თქვენ ეს რო ბრაზდებით ისა რა ქვია ქართველი ებრაელები რატო ეხები რატო არის ამდენი დედამოწყნული თუ იმაში რა ქვია ქართველერში ჩათესლილი ებრაელის ენით აი გეკითხებით ყველაფერს თავისი სახელი აქვს ჩამოვიდეს ერთი მაგ ქართველი და გითხრათ ებრაელებს და გითხრათ რომ აი ამ თქვენ იმაზე რა ქვია თქვენი მიწა უნდა მიყიდოთ პალესტინელებს აი ეკითხებით რა ჩამოვიდეს ერთი ქართველი და გითხრათ რომ დინარე იორდანიის დასავლეთ თუ აღმოსავლეთ სანაპიროები უნდა გოლანის სიმაღლეები უნდა გაყიდოთ და ებრაელს უნდა მიყიდოთ ბიჭო ვინც ამას არ ეთანხმება ის ებრაელი არა გითხრათ ერთი და მოგიბრუნდეთ და გითხრათ რომ ეს ებრაელობა გაფანტული რო არის იმაში რა ქვია ისრაელში ის მთელ მსოფლიოში როა გაფანტული რომ მოკვდებიან მერე გინდათ იმაში ჩამოსვენება და ჩამოსაფლავებაო ჰაერში არ გაგლიჯავენ ბიჭო აბა ქართველმა რატო უნდა გაატაროს ამდენი დედამოწყნული ებრაელის ამდენი დედამოწყნული საქციელი აი აქამდეა იცი ყელში ამოსული ყველაფერი თავის სახელს რო იტყვიდა რო დაარქმევ ქოცი ასეთი დედამოწყნულია იგივე რა ნაცზე უარესია პირდაპირ გეუბნებით ნაცზე უარესია ნუ გადააყოლეთ ქვეყანა იმას მართლა რომ ნაცები თემაინც ყველა მიცოდა მტერი იყო და მოდიოდა და კლავდა და ანადგურებდა და პირდაპირ გეუბნებოდა და ეს პროჭქოცის ფენომენი რა არის მე ვერ გავიგეს მე კი არა მსოფლიომ ვერ გაიგო ყველაფერზე ტრაკის მიმცემი და რო შეაგინებ მარტო მაშინ ახსენდება რომ დედას აგინებ თორე დანარჩენში ყველაფერში აპრავებს ტრაკს ბანს კოცებს და კოცი არა მე ეგეთი ჩაჯემული ფენომენი დედამიწის ზურგზე თუ სადმე არსებობს ვერ წარმომიდგენია და ამას ეს წინს რას ქვიაო მაგინებ ეხლა მე მინდა უთხრა ამ ემიგრანტებს რა ბიჭო ხო ხედავთ როგორ გიყურებენ რა როგორ გიყურებენ ხო ხედავთ გიყურებენ უბრალოდ ფულის საჭრელს და ნუკა თქვენ გამოაგზავნით ფული ყარეთ აქ არანაირი პასუხისგებლობა ჩვენ არა გვაქვს და გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რაღაცა რომ თქვენ ფული უნდა მოგწველოთ და რომ მოგდებით გადმოგასვენეთ და იმასაც დაგამადლით ამას გეუბნებათ დიდი ქოცგამправებელი თავარი ქოც პროპაგანდონი გელაპარაკებათ თქვენ იმაზე რა ქვია ქოცურ იმაზე თავარ ქოცურ არხზე თუ რავი რა სიკვდილი ქვია ის მოგიწოდებთ ყველას არა აქვს მნიშვნელობა რა ვიცი რა პოლიტიკური შეხედულება უნდა გქონდეს ადამიანს ახლა ყოველ შემთხვევაში გადმოხვეწილი ადამიანი მოქმედი რეჟიმის მომხრე რო არ იქნება რა თუნდა ლაპარაკი ყველას თქვენი ოჯახის წევრი ხო ხართ 1.5 მილიონი საქართველოს უკვე მალე იმგონება ირლანდიას საიდანაც გასული ადამიანები ბევრად მეტი არიან ვიდრე საქართველოში ხო და გადაეცით იმ თქვენ ოჯახის წევრებს რომ ბოიკოტი გამოუცხადეთ და აგინეთ და აფურთხეთ აი ამ ქოცებს არ არსებობს ბიჭო აი არ არსებობს ოჯახი ორი თუ არა ერთი ემიგრანტი რო არ ყავდეს და გამოუცხადეთ ბოიკოტი ამ ბოზიშვილებს ამათ გამოუცხადეთ ამ ურიულ რა ვიცი ნაბოზრულ იმას სასტავს და რაც მთავარია კიდე აი საქართველოში ჩართული არის გაპარავება უმაღლეს დონეზე რომ აი ამ ბოდიშით რა მაგრამ აი ამ ყლის მანჟეტს ამას რა მის დედა შევეცი ამისას რა ამის ყველაფრის მცოდნე რო არის ეს ბიძინას რო ერის მამას ეძახეს ბლოგერი როა რა რო კითხო რომ აღარ იცის საიდან გამოწმინდოს ტრაკი ხელისუფლებას
აი თურმე აღარ იცის როგორ შეძრეს ამ ტრაქში და იძახის აი თურმე ემიგრანტებს ატყუებენ და მოტყუებული ემიგრანტმა შეცდომით ხმა არ უნდა მისცეს ვიღაც ვინ სიკვდილი ხარ ბიჭო ვინ სიკვდილი ხარ გუშინ გამოძვერი ტრაკიდან ბიჭო რა იცი შენ ან ქვეყნის რა იცი ან ემიგრაციის რა იცი ან საერთოდ რამის რა იცი ვინ სიკვდილი ხარ ბიჭო ვინ ახარ საიდან მოეთესლე შენ დედას შევეცი მე ბლოგერი კი არა ყლე ხარ მოგიტყან გამზდელი შენ და ყველა შენი ტაშის მკვლელის დედას შევეცი დიდი ან პატარიანად და საერთოდ ეს ბლოგერები ვინ ჩემი ყლეები ხართ მართლა ვერ გამიგია ბიჭო ხმას არ იღებთ არც ერთი ამ იმაზე რა ქვია ამ ემიგრაციის ამბავზე თქვენზე ცალკეა სალაპარაკო ხოდა აი ხალხს რომ მიაყენა სოფო შეურაცხყოფა ამის დედა შევეცი მე ამისის და დაყლეებულია ვინც ამას უსმენს იმიტომ ვამბობ ესაა პირდაპირ ბიძინას კიკუ და ქოცების კიკუ შემოთხრილი ვითომ ბლოგერად და აქეთ ჭყუას ვინ ახარ ბეზია გუშინ გამოძვერი დედაშენის ტრაკიდან და გამოდიხარ და ყველას იმას ჭყუას ასწავლის საიდან მოეთრიე საიდან მოეთესლე ყვეროშე რა ავანტყოფი რო ხარ გეტყობა შუბზე გაწერია მაგრამ იქნება დააჭირო ტრაკს რა შენ დედას შევეცი შენ არ იცოდე ადამიანები რა გაჭირვებაში არიან გადმოხვეცილები კი ხალხს იმის საშუალება 4 წელიწადში ერთხელ ჩადიოდეს თქვენი არჩევნების გულისთვის ჩადიოდეს კი არა იმის გულისთვის ჩადიოდეს ელემენტარული რომ თავისი ოჯახის წევრები ინახულოს და თავისიანების საფლავი მოინახულოს აქვთ ამის შეუქმენით ამის პირობა მიანიჭეთ თქვენ პასპორტს იმის უფლება რომ წავიდეს ადამიანმა იმუშაოს და 4 წელიწადში ერთხელ ჩავიდეს და ჩამოვიდეს სოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან სადაც არის რომ ესა რა ქვია თქვენ დედამოტყუნ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ეს დადუმებულ ხართ ბიჭო აქ ზოგ-ზოგი ერთები მართლა და აი გული მერევა რომ მაინც ეს დასირება ემიგრაციაში რომ კაცი არის და ქოცია მაინც ხო ქოცირუა მაინც აი ეს გულს მირევს მოკვდები შენს მაგ ემიგრაციაში და იმას დაგამადლის შენი ბატონი ბიძინა იმას დაგამადლის რომ გადმოგასვენის ყველაფერზე ემათხოვრებიან გიორგი ყველაფერზე ემათხოვრებიან ეხლა ხო იცი როგორი წარმოდგენა აქვს რომ წასულია და აშენდა მე გასაგები არა ვარ არც სამუშაოს გულისთვის წამოსული და სხვა პრობლემები მაქვს და სხვა რაღაცის გამო მიმწია წამოსვლამ კაცო აქეთკენ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს კაცო ნეტა მარტო მე ვიყო ერთი ქართველი რომელიც საქართველოში ვერ ჩავდივარ როცა მინდა თუ არა და ყველა შეეძლოს ჩასვლას და რაღაცნაირად ჩემ ამბავს აიტანდა ეს უცხოა თუ ვინც ხა ამის დედა შევეცი ამისაზე უცნობი და უცხო და ვინც ხა იქნება ახლა ეს ნორმალური ადამიანი ვინ იქნება და გამოდის ახლა ეს ძალიან დიდი განათლება აქვს ტრაკიდან მიღებული და ასწავლის ხალხს აქ თურმე არ შევიდეს ხალხი შეცდომაში მოტყუებული არ იყოს ჩავიდეს საქართველოში და საქართველოში გაიგოს რა ხდება ქალბატონო თუ არ მოგწონს მიბრძანდი რა აქედან რა მოусვი რა აქედან გამომივიდა აქ ძდილობის მასწავლებელი რა ნუ თუ არ გინდა ნუ მისმენ კაცო ვინ გაძალებს ერთი რა საფურთხებელი და საგინებელი არის ეს თავრობა და მისი ქოცვირთხები და ვაგინებ რა გინდა ერთი რა პრეტენზია გაქვს აბა როგორ მოვიხსენიო ხალხი რომელიც სამშობლოს მიწას მიყიდიან პირდაპირ არაბებს მისახლებენ მიწას ყიდიან ემიგრანტებს იმას ეუბნებიან რომ მოკვდები ჩამოსვენება ფული მიჯდებაო იმას ამადლიან და ამაზე ტაშს უკრავენ და აგენტებს და უბედურებას გვეძახიან ვისაც არ გვინდა ქვეყნის აბა როგორ ველაპარაკო ახლა ღმერთმა დააგლოცოს ბატონო ბიძინა ჩემი გინება არ მოგწონთა მათი გაყიდულ სამშობლოს ტრაქში უძრებით ხო სამშობლოს გამყიდველებს არ ვიცი გალბატონო მე არავის შკოლას არ ვასწავლი ვინ სად უნდა წავიდეს და ვინ სად უნდა წამოვიდეს მე შემიძლია ერთი რაღაცა ვთქვა საქართველოს მართავს ანტიქართული ანტიეროვნული ეს უკვე 34 წელიწადია რეჟიმი აი ეს ბოროტი ბოზიშვილი ჩათალახი არაკაცი რომელსაც მიზნად აქვს ქართველი ერის განადგურება ამას არც მალავენ ესენი ლაპარაკობენ პირდაპირ და გეუბნებიან პირდაპირ რომ შენი ადგილი საქართველოში არა
ადი ხალო დამანებე რა თავი რა აგი რა კარგი რა საქართველოში ვიყავი 36 წელიწადი და შენაირები გარეთ გამოსული არ მინახია პრობლემაზე მასწავლი ახლა ჩამოდი საქართველოში მაგ ვიყავი და მაგას დიდგულზე ვიყავი და მაგას დედის პროცესს ვაგინებდი მაგ შენ კოცებს უძან გული გეწყვის და ნუ მასწავლი რა ერთი რომ მოგწევა ქმარი გეყოლება შვილი გეყოლება ბიჭი და იმას ასწავლე როგორ უნდა მოიქცეს და სამშობლოსთვის პატრიოტი როგორ უნდა იყოს რა გამომიდი ახლა აქ და მასწავლი ჭკუას რა ადი რა მიხედე შენ საქმეს მაინც ხალი ხარ და წესიერად გელაპარაკები რა ნორმალური ახსნა გინდა რა ნორმალური ახსნა გინდა რა ვერ გაიგე მიწას გიყიდის გამყიდველია და მოღალატია გისახლებს არაბს ვერ ხვდები გეუბნება უნდა მოკვდე და ჩამოსვენებაში ფული მეხარჯებაო და რა უნდა აგიხსნა მეტი ამას თუ ადამიანი ვერ ხვდება მაშინ დებილი უნდა იყოს რა ახსნა გინდა ან შენ ან სხვას რა ახსნა ჭირდება ერთი რა ახსნა გჭირდება ახსნა რო გდომოდათ და აზრის მოსმენა გდომოდათ მილიონი ლაივი მაქვს აზრობრივი ჩაწერილი აქ და მაცალე მე ხალხთან ნორმალურად გამოვხატო ჩემი აზრი საგინებელია და ვაგინებ და მთელმა ერმა უნდა აგინოს არა მარტო იმათ ვინც გაყიდეს ვინც ამათ აპრავებს აი უცხოების და ვინც ხეების თამადობით აი იმათ და იმ უცნობების და იმათ თამადობით საგინებელი კი არა ტყვია ეკუთვნი ჩუბში თუ გაინტერესებს და ყველა ვინც ჩემ თანამემამულეს იმას დაამადლის გადამოსვენებას დაამადლის საქართველოში ყველას დედას შევეცი რა იაკობაშვილო შენი თამადობით რა ხო რა თქმა უნდა ეს ქვეყანა არის ჩემო ძმაო ხვინდრავების ეს ქვეყანა არის იაკობაშვილების ეს ქვეყანა არის იმათი რა ქვია ივანაშვილების და ამათი მე ახლა გვარებს კონკრეტულად ყველას არ ვეხები გვარში მაგრამ ვინც არიან ეს წარმომადგენლები კობახიძეების და ამათი მე მასწავლი ჭკუას კაცო თვითონ ტრაკი არა აქვს ხმის ამოღების არავის და თვითონ თუ ამნაირი მაგრები ხართ თქვენი შვილები გაზარდეთ ამ ქალებმა ესეთი პატრიოტები რადგან მე მომიწოდებ და თქვენი ქმრები აკაცებთ თუ კაცები არ არიან მე რას მასწავლი ჭკუას თუ არ მოგწონს წადი ამნაირი ქალები არიან მე ამნაირი შვილებს და ამნაირი კაცებს როზდიან ბრჭყალებში კაცებს ინტრიგანობის და ბოზობის მეტი რო არაფერი აქვს თავში წადა მოусმინე იმას კაცო მოусმინე ეგერ იმ კობახიძეს მოусმინე და იმათ მოусმინე ხალხო გაიგეთ ერთი რაღაცა შეიგნეთ ხალხმა გამოგიცხადათ ქვეყნიდან განდევნა ემიგრაციაში სიკვდილი და ჩამოსვენების დამადლებას და საქართველოში უკვე თქვენი ადგილი არ არის თქვენი ადგილი საქართველოში აი გოგავას დედას შევეცი მანჯავიძის დედას შევეცი ლორთქიფანიძის დედას შევეცი კობახიძის დედას შევეცი ივანიშვილის დედას შევეცი მაგათი ინტელექტის მაგათი გამправებლების და მაგათი ნაბოზრების დედას შევეცი ყველა ვინ ჩამოთვალე არიან მოღალატეები არიან სამშობლოს მოღალატეები და ქვეწარმავლები არიან და წადი და უსმინე იმათ და მაგნაირმა ბოზიშვილებმა დააქციას ეს ქვეყანა გაიგე ხო შენაირი მონები რო არიან მაგ ქვეყანაში იმიტოა საქმე კარგად თურმე ვინაა და რას აზროვნებს ხო მანჯავიძე თავის დროზე ძალიან ყვიროდა რომ პრობლემა იყო ყველა ყვიროდა სააკაშვილის დროს ყველა ყვიროდა რომ ჩამოსახლება პრობლემა იყო არ იყო საჭირო მარტო სააკაშვილის პერიოდი 2017 წლებში ყველა ყვიროდა მაგენი ვინ ჩამოთვალე მაშინ იყო პრობლემა ახლა პრობლემა არაა თუ ღმერთო დავოცე ესეთი ინტელექტუალები და ესეთი რა უკეთებიათ ერთი პატრიოტული რა უკეთებიათ ერთი პატრიოტული ერთი გეკითხები ტრაკის წმენდის გარდა რა უკეთებიათ პატრიოტული რა უკეთებიათ გეკითხებით დავწერე მე ჩემ გვერდზე ჩემს YouTube-ის ახსნე სადაც არის 50000-მდე გამოვწერი დავწერე მე ესა რა ქვია როგორ აფასებთ ხალხი ამ ყველაფერს აი სამ შემოვიდოდი გადავხედე რომ 85% მიიჩნევს ღალატად ამ ყველაფერს 6% მიიჩნევს ინვესტიციად და დანარჩენი მიიჩნევენ 9% მიიჩნევენ ნუ არ ვიცით ამაზე პასუხს ვერ გაგცემ თუ ესე იგი 85% დებილი ვართ
ეს 6% არის გენიოსი და პატრიოტი. თქვენი გენიოსი არის და თქვენი ნაპატრიოტ არის დედა შევეცი. გაათახსირეთ ქვეყანა, გაანადგურეთ ქვეყანა, გადაყარეთ ერი, გაასახლეთ, საქართველარი გახადეთ, საქართველო არაბებს ასახლებთ. არაბებს ასახლებთ. და იმას რა ქვია, ამათ პატრიოტიზმს უძახით? მიმიფურთხებია თქვენთვის და თქვენნაირებისთვის ყველასთვის. აი მაგ პატრიოტების კოჰორტის თამადობით. გოგავა გამოთრეულა ეს გამოსირებული და ამისო საფარქვეშო ანუ ესე იგი ფსევდოპატრიოტულიო და ესო მემარჯვენეულიო იდეებითო რევოლუციის მოწყობასო აპირებენო საქართველოში. ნეტა მოხდებოდეს მაგნაირი რამე. აი ნეტა მოხდებოდეს გამწარებული ქართველი გამოვიდოდეს და ჩაქოლავდნენ იმ თქვენ ნაცებთან ერთად დედას მოგიტყნავდნენ. ნეტა მოვიდეს მაგ დრო. რო თქვენი სისხლის გუბეებით გაივსო საქართველო. ნაციან ქოციანად დედა მოგეტყნათ. და ქართველმა ერმა გაიხაროს და ამოისუნთქოს. მშვიდობა. ვისთვის ამ მშვიდობა? რას ეძახით თქვენ მშვიდობას? როცა ამდენი ტოლვილია, ემიგრანტი კი არა ტოლვილია ქვეყნიდან. შეუთავსებელი შეთავსება შეგიძლიათ ბიჭო. უთაუმოყვარეო დედამოტყნული ხალხი ღალატს თუ ამდენი გამправებელი ეყოლებოდა საქართველოში ვერ წარმომედგინა. ქართული მიწის გაყიდვას ისტორიულ მტრებზე რომელთა ლაშქრობებიდან 5-დან 4 დიდმოწამე გვყავს. გობრონი, დავით და კონსტანტინე ეს 4 დიდმოწამე ამათ თუ ამდენი ტრაკის მწმენდავი ეყოლებოდა მთელი თავიანთი არსების მანძილზე მე არ მეგონა ძმაო. ზოგიერთ ქალს მე რო ვაკვირდები ისეთი აგრესიული არის ამ საკითხთან დაკავშირებით ეთყობა შეიხის ცოლობა აქვს ჩაფიქრებული ეთყობა იმ არაბულ ბარებში და ემაზე ზოგიერთი ნიფხავს ვიგლიჯავს კისერზე ახტება იქნება ფული იშოვოს და ინვესტორი ნახოს. გამოდით მაშინ და დამისაბუთეთ ერთმა ქოცმა დამისაბუთოს. როგორ აპირებს საქართველოს 16,000 ბინა შენდებაო, ხო? 16,000 ბინაში მინიმუმ 4 სული ხო უნდა იანგარიშო, თქვა, წყვილი და 2 შვილი. მით უმეტეს მაგენი ასეთ შემთხვევაში ერთს 4 ცოლი ყავს, მარტო უშვილოდ უნდა იანგარიშო, ეგ. გამეცით პასუხი. $4,000-დან $8,000-მდე კვადრატულ მეტრს. როგორ ყიდულობს ქართველი ადამიანი საქართველოში მაგათ აშენებულ ბინებში. გამეცით პასუხი იმაზე, ელემენტარულად იმაზე გამეცით პასუხი. ამხელა ქონებას რო იყიდის ადამიანი საქართველოში, კანონით რო აქვს უფლება, ბინადრობის უფლება მიიღოს. თუ როგორ ახერხებთ მე ვერ ხვდები ამ ყველაფერს როგორ ახერხებთ იმას რომ ადამიანმა იყიდოს ესე იგი ბინა და თქვენ აქ ვიზით შემოუშვათ და ცხოვრების უფლება არ მიცეთ? ასეთი რაღაცა არ ხდება. ნახეთ სამათმეს გოიმი არაბები რო ფული დააწერო. თუ ამ ბიჭო ყველა მართლა მურმანყრუს ნაბიჭურები ხართ რა. მურმანყრუს ნაბიჭური, ინც ამას ტაშ უკრავს, ყველა ხართ მურმანყრუს ნაბიჭურები. მასია ჩემო ძმაო 4 ცოლის ლეგიტიმური უფლება აქვს, ჩვეულებრივად 13 და 14 საყავთ, რა ქვია, შვილები და ასე შემდეგ და აქ ამ დემოგრაფიულ კატასტროფაში ვის რა უნდა მოთხოვო, ბიჭო? ვის რა უნდა მოთხოვო, რომელ არაბს რა უნდა მოთხოვო, ვის რა უნდა მოთხოვო, ამდენი დედამოტყუნი ერში ყავს. ამდენი ნაბოზვარი ერში ყავს. რომელიც მზადაა ქართველმა ქართველი ჩაწიხლოს და ღალატს ინვესტიცია დაარქვას. და სული ამოგხადოს, ტყვია გესროლოს.
იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცა ტენდერს მიცემენ, ვიღაცა რაღაცას გაყიდის, ვიღაცა არაბის ტრაკის წმენდაობას ფიქრობს. მიცემული არა აქვთ უფლება, აბა რა აქვთ. მიცემული არა აქვთ, აგერ რაღაცაო დაუხარვეზესო 30 დღე მიცესო და 10 წუთში გაუსწრო რა რეესტრმა. მიცემული აქვთ უფლება, აბა რა აქვთ. ჩვენ გვადებილებენ რომ თურმე ალაბარი ეს ბიზნესმენი ლაპარაკობს იმას რომ თბილისთან ახლოს ფერმას იყიდის და ფერმაში იცხოვრებს თურმე. კი ბატონო, მიცემულია ყველანაირი უფლება, მიცემულია, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, დაწყებული არის ყველაფერი შემოღობა და დაწყებულია. აგერაა ბატონო, ჩვენ ახლა ამაზე ვტეხავთ ხო ერთ ამბავს. ბიჭო 127 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გაყიდულია, გამოფენა იყო რუსთაველზე. გაყიდული მიწების, ყიდველებიც, ადგილებიც, ყველაფერი. ხო და ჩემო ძმაო, ამას, ამ ლანძღვას და ამ გინებას და ამ განწყობას გადატანა უნდა ქუჩაში. ესენი უნდა დაემხონ. თვითონაც კარგად ხვდებიან. ესენი მარტო კი არ უნდა დაემხონ. აი ეს ნაცებიც, რომლებიც მაგათი მარჯვენა ყელია და მარჯვენა ყვერია და მარჯვენა ფეხია, ხო? ზედ უნდა მიყვნენ სუყველი. რა თქმა უნდა, უფრო დიდი ღალატია. ამ საპატრიარქო უდიდეს ღალატში მონაწილეობს. ამდენი ხანია ერთი სიტყვა არ მოუყია. და იქ საპატრიარქოს სახელზე არსებული მიწები უკვე არაბების ხელშია გადასული. ხმას არავინ იღებს. არავის არაფერი არ აინტერესებს. რა პრობლემაა? და მას ახლა მე თუ ვიგინები ესაა პრობლემა. აბა როგორ გელაპარაკოთ ამ იხსენით? როგორ ველაპარაკოთ საპატრიარქოს კარები დაკეტილია. ოპოზიცია ხელისუფლება ერთი მეორის გამპრავებლები არიან. აგერ ახლა აჩვენებთ კაცო იმ დოკუმენტებსაც ხაზარაძეს მეტი გაშავება რა უნდა ვიჯო ხაზარაძეს და მევახშეების პარტიელი რო იქნები იმას რა თუნდა ესა რა ქვია ლაპარაკი. აგერა ხაზარაძეს აგერა 1-3-4 წლის უკანაა გაყიდული ქართული მიწა ტრანსნაციონალურ კომპანიებზე, რომლებზეც უკვე განხორციელებულია პროექტი. მაგრამ ეს ხაზარაძე მათი უსაყვარლესი პოლიტიკური ოპონენტია. და ეს ოპონენტი უბრალოდ წამოაგდეს და როცა აალაპარაკეს, იმიტომ რომ თიც გაიშვერენ. შენ ხო ასე გიქენი, შენ ხო მიწა გაყიდე, შენ ხო ისიც ჩამოიყვანე, შენ ხო ალფა ჯგუფს მიყიდე ბორჯომი თავისი ბრენდით. შენ ხო იმასქენი რა ქვია გასაიდუმლე ანაკლიის სპორტის ისა ხელშეკრულება და ასე შემდეგ. და ძალიან ახლა დაჯდებიან და ჩვენ არ ვასწრებთ მაგათთვის. ამათთვის არსებობენ ნაცები, ამასთვის არსებობს deep state, როგორც ამბობენ, რანაირადაც ლაპარაკობენ. ხო აიღე შენ დედაშევეცი ივანიშვილი, ხო აიღე რა მოუგია როგორც იქნა სასამართლო, სამარეზე დაგდობია ის ფულები და ის მილიარდები, მაგას გადააყოლე მთელი შენი ქვეყანა. აიღე შენ დედაშევეცი ეს ფულები და დაწყნარდე იქნება და დაანებო ამ ქვეყანას თავი. დაანებო ამ ქვეყანას თავი და შეგვეშვა იქნება. ნეპალი კი არა, თუ ჩემი ძმა ხარ, დავით აღმაშენებელია, საჭირო სარზი ასმა ამათი და მოღალატეებს პირში ადუღებული კალა. აი ესაა საჭირო, ისტორიულად რაც გაკეთებულა, ისაა საჭირო. ნეპალი რა არის თუ ჩემი ძმა. კი ბატონო, მაგას ვამბობ, გიორგი, მაგას ვამბობ. ქოცები იმიტომ არიან დავეშებული ამ ყველაფერზე, აი შეერინგლები რომ თვარეს უყურებენ, ისე უყურებენ ამ ფულს. ჩამოვარდება ქოცური კომპანიები ამ უზარმაზარ ფულს აიღებენ და მისი ხელით ქოცი ააშენებს იმას რა ქვია, აუშენებს არაბს საცხოვრებელს და ტრაქსაც დაბანს. და ამაზე ოცნებობენ, რომ კაი ფულს იშოვია. 30% თუ დარჩენილი ნორმალურად მოაზროვნე, რასაც ქართველი ქვია, გადავრჩენილი ვართ კალბატონო მაშინ. აზი არა. რა თქმა უნდა, ხო, ომი ხო არა. რა თუნდა ამას, მერე გამოვა ეს სირი, ეს უცნობი და ვინც ხარ და ეს და დაგიწყებენ იმას. აბოთბილელი ხო, ქართველი იყო. შენ დედაშევეცი აბოთბილელი ერთი იყო და იგიც არაბებმა აწამეს და მოკლეს და
100,000-იანი ლაშქარი მარტო მურმანყრუს შემოყვა, აბულკასიმზე რო ლაპარაკი არ იყოს, ბუღათურქზე ლაპარაკი არ იყოს და თბილისის საამიროზე 400 წელიწადი. და იმ თბილისის საამიროში დაპყრობილ ტერიტორიებზე აი ესეთ კახპა ქალები რო არიან, ახლა არაბებს რო უძრებიან ტრაქში, წაიკითხეთ ქართულ ცხოვრებაში რა წერია. არაბები ყავდა შვილები და ერთი ქართველი. კრწანისის ტერიტორია ქონდა საპატრიარქოს მართვაში გადაცემული, სანამ ეს ღალატი გაფორმდებოდა, დაუბრუნა ეს ყველაფერი ბალანსზე საპატრიარქომ სახელმწიფოს და გაყიდა სახელმწიფო, იმიტომ რომ პირდაპირ თითი არ გამოეშვირათ. და ძალიან კარგად იცოდა საპატრიარქომ და ყველამ კარგად იცოდა, რომ ეს ასე ხდებოდა და ეს ასე მოხდებოდა. ამიტომ საქმე რაში არის, იცით? აი იქა ვართ მისასვლელი, აი იქ საპატრიარქოსთან ვართ მისასვლელი და მოსათხოვნი არის გაიმართოს სასწრაფოდ სინოდის სხდომა და იქნას დაფიქსირებული მდგომარეობა თუ არა, როგორც ასეთი საპატრიარქო საერთოდ აღარ იარსებებს არავისთვის. აუ სხვა თემაა ამირანა, მე თანახმა ვარ მაგ საკითხთან დაკავშირებით, ორივე ხელით ნებაყოფილობით იყოს, როგორაც მთავარია. მე თანახმა ვარ, რა თქმა უნდა. ნუ ახლა არა ამაზე საუბრო, ამაზე საუბრის თემა. არაფერი არ იციან, ძმაო, ისტორია ამათმა არ იციან, ტრადიცია ამათმა არ იციან, რწმენა ამათ არ აქვს, სინდისი ამათ არ აქვს, ნამუსი ამათ არ აქვს, ღირსება ამათ არ აქვს, არაფერი არ აქვს, იციან, ერთი ფული. მორჩა და დამთავრდა, მეტი ამათ თავში არ შეიცს არაფერი. და აი ამ ებრაელების ფაქტორს, რასაც ვლაპარაკობდი, აი ხა რამდენ გვერდზე გადავალ. ყველგან მხდება ამათი გესლიანი კომენტარები, როგორ გლანძღავენ და როგორ გვაგინებენ ქართველებს. მე არ მაინტერესებს რა. არავინ ეხლა ეს კეთილი ებრაელობა და ეს კაი ქართველობა და ეს არ მაინტერესებს რა. გამოდით და ერთმანეთ დაგმეთ თქვენი თანამემამულეების აქციები. და შენ იაკობაშვილო, ბოზიშვილო, ადეკი და წადი. წაეთხრიე ისრაელში და ისრაელის მიწის გაყიდვაზე ილაპარაკე. და დაღუპული ებრაელის ჩამოსვენება რამდენი დაუჯდება, იმაზე ილაპარაკე. შენ დედა შევეცი შენსას. კი ბატონო, სავსეა. ლაშა ჟუანია მაგალითისთვის საკმარისია, პირწავარნილი ნაბოზვარი ურია. რომელიც ქართულად ასაღებდა თავს და მიშას დროსაც კარგად იყო, ამად დროსაც კარგად იყო და ბოზობის და ჩათლახობის მეტი არ გაუკეთებია. მაგ ჯიგარო, დენის მე მაგაზე გაკეთებული განხილვა მაგ საკითხის. ეს ჩიხლაძე იმედზე როა თქვენ იმაზე გლახად შეგიხედიათ. ჩიხლაძე მთავარი პროპაგანდონია. 100-ია, ჩაქცეული არის, ასე 20,000 ლარი აქვს ხელფასი და 10 ბინა აქვს ნაყიდი და გულაობს საქართველოში იმისთვის ზნეობა, სინდისი, ნამუსი, მორალისა და სანამდე გაჭირვებული ჟურნალისტი ერქვა, მანამდე ვენებს იჭრიდა, რომ თურქებმაო ის ჩაწერესო ებაშიო. მე-11 კლასის წიგნშიო, რომ აჭარა და ბათუმიო თურქეთი არისო და რეპორტაჟები მიყავდა მაგაზე. მაგრამ მე როგორც კი გადავიდა, პირველი ლანძღოგინება ჩვენ დაგვიწყო. ჩემო დავით 70 მილიონიანი საფრანგეთი რამენაირად გადალახავს ემიგრაციულ საკითხებს. იგივე 90 მილიონიანი გერმანია, იგივე 40 მილიონიანი პოლონეთი, რამენაირად მოაგვარ 65 მილიონიანი იტალია. აუმკლავდება ამ ყველაფერს. ჩვენ დამარხვასაც რო გვამადლიან ჩამოსვენებას და დამარხვას საკუთარ მიწაზე ჩვენ 3 მილიონმა რა ვქნათ. არ ვიცი ხალბატონო, კარგათაა თუ ცუდათაა, გადაამოწმეთ თქვენ. საპატრიარქოს რაც ჭირდება, რუის ურბნისის კრება და გასაწმენდია. მე მეუბნები ამას? მე გავძეხი ივანიშვილის იმით? თუ ის ამბობ ერთ დააკონკრეტე.
ესაა მაგათი ამოცანა, რომ ქართველი ერსა ამოხადოს ანაკონდასავით სული. ეს არის მაგის ამოცანა, კი ბატონო. აკეთებს კიდეც და წარმატებითაც აკეთებს. იმიტომ რომ ქართველი ერთმანეთის ჭამითაა დაკავებული. სამშობლო კი არ ადარდებს. შენ ნაცი ხარ, შენ ქოცი ხარ ადარდებს. შენ როგორ შეიგინე? ეს ადარდებს. წადი შენი დებილი დედა მოვტყან მე რა ერთი რა. შენ გაძეხი ალბათ და შენ იყავი გამზღარი ივანიშვილის ფულებითაც და ნეხვითაც და ყველაფრითაც. მაშია ქართველებო საქმე რა. მე მოგიწოდებთ. მე ყველას მოგიწოდებთ, რომ ვინც ემიგრაციაში ხართ, თქვენი ნახავთ, თქვენ ოჯახებს, თქვენ ხედავთ. თქვენი არაფერს არ გიკეთებთ მთავრობა გართმევს მხოლოდ და გჟით და გადმოსვენებას გამადლით კიდე. ხო და გადაეცით, რომ გამოაცხადონ მტრად ივანიშვილი და გამოაცხადონ ლაშა ნორმალურ ადამიანზე აქ არაა საუბარი. მე საერთოდ არ უყურებ მაგათ არხებს და საერთოდ არ მაინტერესებს. უცნობის ნარკომანი, უცნობის ნაბოდავი. მაგრამ როდესაც ებრაელი საქართველოში უფლებას აძლევს თავს, რომ ტელევიზიაში გამოვიდეს და ილაპარაკოს ის, რომ ქართველი ადამიანი საქართველოში რო დაიმარხოს, თურმე ეს ბიუჯეტის ხარჯზე ხდება, აი ესაა კატასტროფა. და ამას ხალხი რო ატარებს ჩვეულებრივად. ქვეყანაში რომლის ოჯახებში ორი თუ არა ერთი ემიგრანტი უეჭველი არის. ესაა კატასტროფა. ამდენს რო ბედავენ. და ეს რო მაგალითად მოყავთ. ამის თქმა მინდოდა, არ ვიცი თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნიათ, დამისვით კითხვა და ეცდები გაქცეთ პასუხი თუ არა და დაგემშვიდობებით შემოგარგებოდა. ეგ იქნება. მაქვს გაკეთებული განხილვა მაგ რეპორტაჟის და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს გაიგებთ, ხვალ დავდებ მე მაგ ამბავს, იქ საჯარო რეესტრის მონაცემებიც არის ამოღებული და სხვა ბევრი რაღაცებიც არის. თაც უტყუარი მტკიცებულებები არის, რომ თვითონ ეს ლელოელი მევახშეები თვითონაც იგივე საქმეს აკეთებენ და ეს ბინძური კონგლომერატი გასრული არის თავიდან ბოლომდე ყველაფერში და ესა და თუ ქართველი არ გამოფხიზლდება, თუ ქართველები აზრზე არ მოვალთ, ძალიან ცუდად წავა საქმე. ესა ლუკა მეკითხა 7 დეკემბრის აქციაზე რას არ ვიცი ჩემო კარგო, მე არ ვიცი. არ 7 დეკემბრის აქცია არ ვიცი, მე არ ვარ ორგანიზატორი. არც 30 ნოემბრის აქცია არ ვიცი, მე არა ვარ ორგანიზატორი. მე მაგ ერთი მოთხოვნა და შეთავაზება და ვალდებულება ყველასთვის, ვისაც ორი კაციც რო უსმენს, თუ მაგათ ნებისმიერ თუ ვინმეს აქ რაღაცის სტრაკი და თუ არა ხელისუფლებასთან გარიგებული, გამოაცხადოს ერთობა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, სადაც შევა ქართული მიწის დაცვის კომიტეტი, თუ ვინმეს ეჭვიებარება კიდე დაწერონ პრინციპები და გამოიტანონ ხატი და დადონ ფიცი ამ საკითხთან დაკავშირებით და იბრძოლოს ქართველმა ერმა გადარჩენისთვის. ორჩა, თუ უნდა ამ ერს გადარჩენა, თუ არ უნდა ამ ერს გადარჩენა, ის სხვა საკითხია. თუ ხალხი დაждდება მარტო და კომენტარებით შემოიფარგლება და მარტო კომენტარების ლანძღვაგინებით და საქმეზე რომ იდგება, ისევე ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინას დაიძახეს, მაშინ არ ყოფილა ეს ერი გადარჩენის ღირსი. და მაშინ გამოდის, რომ სწორად ექცევა ეს კაცი. კი არა, რას მეუბნები, შენ შემოგევლე, დავერბოვკებული კი არა, პირდაპირ გარიგებული არიან, დანაშაულებრივ სინდიკატში არიან, გასრულები ჩვეულებრივად, რაც მაგათ ბიზნესები აქვთ, რაც მაგათ მიწები აქვთ, რაც მაგათში ხდება.
ჩემო ძმაო, ხომ აქ აგერ უშიშროების ფაილები მაქვს ყველაფერი, რომელი მღვდელი რა სიბინძურეში არის გარეული, ყველა არის ჩამოწერილი იქ. პატიოსნად ვინცაა, ისიცაა ჩამოწერილი. ხალხმა ჭკუა ვერ ისწავლა. რა გვიქნა ჩვენ ჩამოსახლებებმა? გინდა ქართლში, გინდა საინგილოში, გინდაც აფხაზეთში, გინდაც აუკლარჯეთში და რა შედეგი დაიდო, ყველგან დავკარგეთ ტერიტორია. ყველგან გვაქვს კონფლიქტები, ყველგან გვაქვს უბედურება. არ კმარა ეს ეთყობა და საჭირო არის კიდე მოხდეს. საჭირო არის კიდე მოხდეს და არ უნდა ალბათ ეთყობა თუ არ უნდა ამ ხალხს გადარჩენა, რა ვიცი, მაკედონელი ვერ გაამარჯვებიებსო და აი თვითონ უფალი თუ იზამს რამეს, ესაა თუ არა. დანარჩენი რა. ვისაც ერთობა არ უნდა, ხო? ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა არის ნასეტკა. შემოგდებული ხელისუფლების ნასეტკა. იმიტომ რომ არ არსებობს დღეს ძალა საქართველოში, ვინც ბიზინა ივანიშვილს თვითონ წააქცევს. თუ ვინმეს ამის ტრაგი აქვს და ეს შეუძლია გამოვიდეს და გააკეთოს. რას უცდის? რატო კარგავს დროს? აი ამის თქმა მინდოდა, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, უკვე ამის თქმაც აღარ მინდა, არ მინდა მე ასეთი მშვიდობა. ეს მშვიდობა არა. იმიტომ იოანე ოქროპირის ნათქვამია, მშვიდობა რომელიც ღმერთს ებრძვისო, ის დაუნდობელ ომზე უარესი არისო და ზუსტად ასეთი მშვიდობა დგას საქართველოში. კარგად გრძანდებოდეთ.